თქვენი სამბართუთმე დავიწყებ სამძიმრით, ვანო ნადირაძე დღეს მიაბარეს ქართულ მიწას და ის არის კაცი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა როგორც საქართველოში ოკუპანტის სახელმწიფოს წინააღმდეგ, ასევე უკრაინაში, ასევე ოკუპანტის სახელმწიფო აგრესორის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ ქეთს ვეხრი მის ხსოვნის წინაშე და უსამძიმრებ მის ოჯახს, მის მეგობრებს, ვეტერანებს და ყველა ქართველს, რომელმაც იცის თუ ვინ არის ნამდვილი მტერი და რას ნიშნავს სამშობლოსთვის თავგანწირვა და ვანოს ცხოვრებამ სწორედ ეს გვაჩვენა. ამიტომ ჩემი სამძიმარი ყველას ვისთვისაც ტერიტორიული მთლიანობა და ვანოს ბრძოლა იყო ის გზა, რომელიც აუცილებელია საქართველოსთვის. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთთან ომის გაგრძელებას, რომელიც ახალი არ არის, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთის მხრივ იმას, რომ დიდი ბრიტანეთი აგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას იმ ევროპულ და ევროპული მისწრაფების გზაზე და ქართული დემოკრატიის დაცვის გზაზე, რომელსაც ამენ ხის მანძილზე ქართველი ხალხი აჩვენებს უწყვეტად და ერთი იყო თქვენ გახსოვთ ის სანქციების დაცვის რეჟიმი, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა მათ შორის ქართული ბიზნესისთვის სახელმძღვანელო პრინციპით გამოსცა და მეორე არის დიდი ბრიტანეთის ელჩის ურყევი მხარდაჭერა ქართული დემოკრატიისადმი, რასაც მოჰყვა თავდასხმები თავად ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან შესაბამისად დაბარება რწმუნებულის და ნოტის გადაცემა, რა თქმა უნდა, სწორედ ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო ცივი ომის ფაზაში შედის რეჟიმი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველაზე მტკივნეული შეიძლება იყოს სანქციები სწორედ დიდი ბრიტანეთისგან, გამომდინარე იმ ფულისგან, რომლის საფრთხეც აქვს ივანიშვილის დამატებით და გამომდინარე იმ ინტერესიდან, რომელიც რეჟიმს აქვს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების ჩამოშორებით და საქართველოს ერთიებზე დაკავებით. თუმცა ერთი არის, რომ თუ კი მიზანი არის ჩამოშორება პარტნიორების, ამით არ ზარალდება მხოლოდ ქვეყანა, რადგან პარტნიორებიდან ბევრ სიკეთეს იღებდა და ამ სიკეთეებს ვეღარ მიიღებს და იზოლაციაში მიექცევა. მეორეს მხრივ ზარალდებიან ქართული ოცნების წევრებიც, ხო? მე ვუყვებოდი მაყურებელს ყველა იმ დასანქცირებულ პირთა სიაც კიდე ერთხელ შევახსენე. ეს იყო ყოფილი მთავარი პროკურორი თუ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი თუ მოსამართლეები, რომლებსაც ფინანსური სანქციების დადებისთანავე გაეყინათ ანგარიშები და უფრო მეტიც მათთან ურთიერთობა ბრიტანეთის კანონმდებლობით, ბიზნეს ურთიერთობას გულისხმობ, კომერციულ ურთიერთობას სისხლის სამართლის წესითაც კი ისჯება, როგორც ამას ჩვენ ბრიტანეთის კანონმდებლობაში ვკითხავთ. თუ კი ივანიშვილს დაედება ფინანსური სანქცია ბრიტანეთის მხრიდან, ზარალდება თავად ივანიშვილიც. მაშინ რატომ რისკავს ასე ბიძინა? შემიძლია გითხრათ, ივანიშვილის რუბიკონი უკვე გადალახულია და მან ეს რუბიკონი გადალახა მაშინ, როდესაც ღიად უარი საქართველოს ევროპულ მომავალზე და ქართულ დემოკრატიაზე. შესაბამისად, ამ რუბიკონის გადალახვის შემდგომ ის მიდის ბოლომდე ბაბანგზე, რამდენადაც ის ავტორიტარული კანონები, რომელსაც მისი არალეგიტიმური პარლამენტი იღებს, ის თავდასხმა დემოკრატიაზე და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი, რა თქმა უნდა, ეს არის ივანიშვილის განაცხადი და საპასუხო რეაგირება მხოლოდ დიდი ბრიტანეთისგან, რომელთანაც ჩვენ გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობა და ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებდა დიდი ბრიტანეთისგან საქართველო, იქნება ეს თავდაცვითი უსაფრთხოების სექტორი, იქნება ეს დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვა და მათ შორის მთელი ამ წლების მანძილზე ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო იღებდა დიდი ბრიტანეთის მხრიდან. ამიტომ მათთვის ყველაზე მტკივნეული არის ბრიტანული სანქციები, თუმცა ამის მიუხედავად ისინი არიან ცივ ომში და მათი ცივი ომი გამოიხატება იმ ვერბალურ თავდასხმებში, რომელიც უკვე ნანახი გვაქვს, თუმცა შესაძლებელია კიდევ უფრო ასე ვთქვათ, დამატებითი ზომების მიღება. ვენის კონვენციის დარღვევის ბრალდება, რაც პირდაპირ გაძევების საფუძველს ქმნის მათი მხრიდან ელჩების, ეს არ არის სახუმარო ამბავი და რასაც ისინი აკეთებენ, ისინი ემუქრებიან ევროპას. ფიქრობთ, რომ შესაძლოა გააძევონ ელჩი? შესაძლებელია აქამდე მივიდეს ქართული ოცნება, რომ ელჩები გააძევონ ქვეყნიდან, მათ შორის ბრიტანეთის და მათ შორის გერმანიის ელჩი? შემიძლია გითხრათ, არაფერი გამორიცხული არ არის მათ პირობებში, როდესაც ისინი ღია ომში არიან დასავლეთთან და როდესაც ისინი რეალურად ამ ყველაფრით აკეთებენ ოკუპანტის საქმეს საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ
ეს არის ჯერჯერობით რიტორიკის დონე და გაფრთხილებები მათი მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ გასაგებია ხა სასაცილოა, როდესაც საქართველოს ომს უცხადებს დიდ ბრიტანეთს, შეერთებულ შტატებს, გერმანიას, ყოველდღიურ სახელმწიფოებს იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი და ძალაუფლება დაიცვან სწორედ კრემლის ზურგით და კრემლის მხარდაჭერით, მაგრამ სადამდე წავა რეჟიმი მე ვერ გეტყვით, ამიტომ რაციონალურ ახსნას ისინი აღარ ეთმობდებარებიან, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ეშინიათ და მათი გადასახედიდან თავდასხმა საუკეთესო თავდაცვა, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სანქციები რეჟიმი გაგრძელდება, რაც იქნება მტკინეული, თუმცა ივანიშვილმა ვხედავთ, რომ გარკვეულწილად გადაზღვა გააკეთა თავისი ფულის და თავისი ქონების, ერთის პროფესიული კანონებით, მეორეც რება მათ შორის თქვენი მედია საშუალებით რაც ნახეთ ქონებების დალომბარდებას გულისხმობთ. თავისივე ბანკში თავის ქონების დალომბარდება მისთვის, რომ ასე რომ გააკეშოს და ფული ქონდეს ამ ყველაფრის, ამიტომ ეს არის შეუქცევადი. 7 თვეში თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილმა მსხვილი კაპიტალის გამოსტანა მოასწრო, ის გადაზღვეული აქვს და ახლა ფინანსური სანქციები მისთვის დიდი დარტყმა უბრალოდ აღარ არის? ესეთ რა, დიდი დარტყმა არის, თუმცა ეს ყველაფერი იქნება დროში გაწელილი ეფექტით, ანუ ერთდღიანი ეფექტი მას არ იქნება, ეს იქნება ხანგრძლივი და განგრობითი ეფექტი, რაც რა თქმა უნდა ასუსტებს რეჟიმს, თუმცა არა, ასე ვთქვათ, უცაბედად და ეს უბრალოდ არის, მე არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება საფუძველი იმის, რომ ერთ დღეში გამოიშალოს, თუმცა რა თქმა უნდა, ეს იქნება მძიმე დარტყმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდ ბრიტანეთის ყველაზე დიდი ბერკეტი აქვს ამის დღეს იმ ნაბიჯების ფონზე, რასაც თავად ივანიშვილის რეჟიმი ქართული ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს და ის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ასე რომ ვთქვათ X პლატფორმაზე გაკეთებული განაცხადი, რომელიც აგზელებს დიდი ბრიტანეთის მინისტრის ასე რომ ვთქვათ შეშფოთების გამოხატვას, ეს ნიშანია, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ცალკეულ დიდი ბრიტანეთი, იდეალურ შემთხვევაში ვაიმარის სამკუთხედი, რომელიც არის გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის წარმოადგენელი დიდი ბრიტანეთი, ერთად ქართული ხალხის დემოკრატიის მხარდასაჭერად არის საუკეთესო შესაძლებლობა იმისთვის, რომ გარკვეულწილად ფასი გადაიხადოს, ასე ვთქვათ, თუმცა ივანიშვილისთვის მხოლოდ ბრიტანეთი არ იქნება რთული გადასატანი, საფრანგეთიც არანაკლებად რთული დარტყმა იქნება, თუ კი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ის საფრანგეთს. გაგრძელება დიდი ბრიტანეთის ასე ვთქვათ გამოხატული არა მხოლოდ შეშფოთების, არამედ დაანონსება ქმედებების შესახებ. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი დაწყებულია და რა თქმა უნდა ეს საშუალო ვადიანში რეჟიმს ასუსტებს, თუმცა ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სრული სიგიჟეა ომი გამოუცხადოს საკუთარ მეგობრებს და გააძლიერო წერი და აი ამ სიგიჟეში არიან, რაც დიდი ფასი იქნება როგორც რეჟიმისთვის, ასევე სამწუხაროდ. თუმცა ამ სიგიჟეში არის ქვეყანაც და ხალხიც, რომელიც ნაწილი ქუჩაში დგას, რომლის ნაწილი დაჯარიმებულია ფინანსური წნეხის ქვეშ არის მოქცეული და რომლის ნაწილი ციხეებშია გამოკეტილი ყველაზე რთულ მდგომარეობაში. სწორედ ეს ადამიანები არიან აქტივისტები, რომლებსაც ციხეებში წყლობით გამოკეტვას უპირებს და პოლიტიკოსები, რომელიც ასევე მოხსენიებულები არიან ბრიტანეთის განცხადებაში. მე დასაწყისში ვსაუბრობდი იმაზე, რომ გახარია სავარაუდოდ დაადგება გისოსებისკენ მიმავალ გზას, თუ კი მივყვებით ლოგიკას, რომლითაც მიდის ქართული ოცნება, გულისხმობ მანდატების გაუქმების პროცესს და პირველი ნომერი სწორედ გიორგი გახარია. ჩორჩანა და ხვალ ჩართვა წულუკიანის კომისიაში. პირველი, სად არის გიორგი გახარია, თუ არის თქვენთვის ცნობილი, როდის სრულდება მისი ვიზიტი, თუ ეს ვიზიტი უფრო გრძელვადიანია და იმისთვის ის ქვეყანაში უბრალოდ აღარ დაბრუნდება. კიდევ ერთხელ მე ვერ ვისაუბრებ გიორგის ნაცვლად და გიორგი გახარია სად არის ეს მის სოციალურ პლატფორმაზე ჩანს, ის აწარმოებს შეხვედრებს და ეს განცხადება გაკეთებული, ამიტომ მაგ საიდუმლო არაფერი არ არის, ის რომ თუმცა საიდუმლოა დაბრუნების თარიღი. მე ვერ გეტყვით კიდევ ერთხელ გიორგი გახარიას ნაცვლად, როდის დაბრუნდება, ან რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, მაგრამ საფრთხა ერთი არის ის, რომ შურისძიება ეს ყველაფერი და შურისძიება მით უფრო იმ მძიმე საკითხით, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს უკავშირდება და სადაც ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო ქართული ოცნების მმართველობის პირობებში გადადგმული ამ საგუშაგოს ჩაბმით, ამიტომ საკუთარი სამშობლოს დაცვის
დანაშაულად გასაღება, რაც ქართულმა ოცნებამ ჯერ სამართლიანო ბუდიშით დაიწყო სამხრეთ ოკუპანტებისადმი და საკუთარ სამშობლოზე ომის გადაბრალებით და ეხლა უკვე ჩორჩანას შაგუშაგოს ჩადგმა გამოაცხადეს ომის საფრთხად, რომელსაც არაფერი არ მოყოლია გარდა მშვიდობისა და გარდა იმ უსაფრთხოების აუცილებელი დაბიჯებისა, რომელიც უთავისუფლებს ციხისკენ მიმავალ გზას იმუნიტეტის და მანდატის გაუქმებით ქართული ოცნება გახარიას? კიდევ ერთხელ, დავიწყებ ჯერ მანდატების საკითხით. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენმა გუნდმა თქვა, რომ ლეგიტიმაციას არ შეუქმნიდა პარლამენტს და ეს სიტყვა მოვიტანეთ დღემდე, როდესაც ხვალ-დგება მანდატების გაუქმების საკითხი, მაგრამ აქ მანდატების საკითხის გაუქმების დრო არის ძალიან საინტერესო. დილით პირველ საათამდე იქნება მანდატების გაუქმების გადაწყვეტილება მიღებული და კიდევ ერთხელ სასახად ხაზს ვამო, არანაირ შატალოზე არავინ არ ყოფილა და რაც არ უნდა სისურველი იბოდიალონ მათ ეს იყო თვალის ჩაპაჭუნებაში გაქრა კაცი, ასეთი იყო შალვა პაპუაშვილის. იყო მათი, ასე რომ ვთქვათ, მათთვის ძალიან მისაღები ფორმა და მათი, ასე რომ ვთქვათ, ყველაზე ძლევამოსილი პრემიერი გახლავთ გიორგი გახარია და ისინი ყველა ერთად წარს უკრავდნენ, ისინიც ვინც დღეს მის საწინააღმდეგო ჩვენებებს აძლევენ და ვინც ცვლიან იმ პოზიციას, რომელიც თავის დროზე ჩორჩენასთან დაკავშირებით 2019-ში ჰქონდათ გაკეთებული, იქნებოდა ეს თეატრულუკიანი, იქნებოდა ეს მათ შორის სხვა დანარჩენი პირები, მათ შორის ვახტანგ გომელაური და ის თუ როგორ ცვლიან ისინი პოზიციას გამომდინარე ბატონის ნებიდან ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ მანდატებზე ვსაუბრობთ ქალბატონ თემასთან ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ რევანში პერსონალური მიზნეონიში დაანონსებული ქონდა საჯაროდ განაცხადა, ისევე როგორც მისი გუნდის წინააღმდეგ და ის ამ რევანშს ასრულებს, ასე რომ ვთქვათ და ეს არის სიზამს შემდეგით 11 კაცი პარტიიდან, რომელიც ადგილმონაცვლე იქნება გაუქმებული მანდატების. დავიწყოთ იმით, რომ ეს შემდეგი 12 კაცი სექტემბერში და არა საგანგებო სესიაზე, როგორც დღეს მე მოვისმინე შალვა პაპუაშვილისგან და რა თქმა უნდა ეს არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, ისევე როგორც პარტიის ლიდერის პასუხისმგებლობა და მე რასაც ვიცნობ ამ შემდეგ 12 ადამიანს, მე არ ვფიქრობ, რომ იმამ გადაწყვეტილება შეცვალოს და გაგრძელებენ იმ პოლიტიკურ ხაზს, რომელიც აქამდე იყო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თითოეული ჩვენთაგან მე ჩემ თავზე შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკაში არ მოვსულ არ არის 12,000 ლარიანი ხელფასის გამო, არც კეთილდღეობის გამო და ჩემი მთავარი ამოცანა პოლიტიკაში მოსვლის იყო საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ინსტიტუტის სხვა შემონაწილეობის მიღება. რის შესაძლებლობაც ქართულმა ოცნებამ ბოლომდე მოსყო და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის, რომ ის პრინციპები, რომელსაც პოლიტიკოსები ვართ, ბოლომდე ვუერთგულოთ ამ პრინციპებს და ყველაფერი გავაკეთოთ სამშობლოს. მადლობა და ერთ წინადადებაში მიპასუხეთ, მეტი დრო აღარ გვაქვს. ერთ წინადადებაში უნდა მიპასუხოთ, მეტი დრო აღარ გვაქვს. ამ ყველაფრის ფონზე, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა, საგარეო ურთიერთობებიდან დაწყებული დამთავრებული შიდა პოლიტიკური შურისძიებებით, როგორც თქვენ უწოდებთ. სტრატეგია და გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის არ შეუძლია გახარიას? პარტიის პოზიცია თქვენთვის ცნობილია, რომ ეს არ შეცვლა, თუმცა ჩემი პირადი პოზიცია არის ის, რომ აუცილებელია ნებისმიერი გზა იყოს დასახული მიზნის მისაღწევა და მათ შორის ეს გზა იყოს ქვეყნისთვის შესაბამისად ნებისმიერში ბოიკოტს გულისხმობთ? კიდევ ერთხელ მე ვიზიარებ ქალბატონ სალომეძორობიშვილის პოზიციას, როდესაც არც ბოიკოტი ახსნა და არც ასე ვთქვათ არჩევნებში დასვლა, თუ ეს მიზანს არ ემსახურება და ის დაგსაქსოლობა, რასაც დღეს ვხედავთ და ის ურთიერთდაპირისპირება მე არ ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის იყოს ადეკვატური და სწორი. არჩევნებში მონაწილეობა მიზანს ემსახურება ქალბატონ თეონა? ორივე გზას ჰქონდა თავისი, ასე ვთქვათ, ახსნა. მე კიდევ ერთხელ ღიად ვამბობ, რომ ნებისმიერი მსჯელობა მიზნის მისაღწევად უნდა ყოფილიყო გამოყენებული და არა ურთიერთდაპირისპირება, რომელსაც დღეს ადგილი აქვს სამწუხაროდ და მაშინ როდესაც მსჯელობაც კი დასჯადია და ამაზე მიმდინარეობს კატეგორიული უარი მსჯელობის, ეს რა თქმა უნდა არის დამაზიანებელი. უამრავი შესაბამი ჰქონდა ოპოზიციას, მაგრამ ყველაზე დიდი შესაბამი რაც ახლა არის, ეს ურთიერთდაპირისპირება, რომელიც მხოლოდ ცნობას აძლიერებს და მიზანზე აუცილებლად გასაჭრელი გზა წინასწარ არის დასახი და ისე მოქმედება. მადლობა.